მოგესალმებით მეგობრებო, მოდით ვნახოთ უახლოესი ერთი კვირის ენერგიები, ერთი კვირის მთავარი გამოწვევები, მთავარი თემები და ტაროს პროგნოზი კვირის ენერგიებთან დაკავშირებით. უახლოესი ერთი კვირის ენერგიები 23 თებერვლიდან 1 მარტის დროის ინტერვალში, რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რას უნდა ელოდოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და ზოგადად რა მიმართულებას მოგცემთ ტარო, რას დაგანახებთ და რა ენერგიებს გვიჩვენებს უახლოეს ერთ კვირაზე. გვექნება სამი ვარიანტი, თითოეულ ვარიანტში თითო არკანი და სანამ მე გავააქტიურებ ტაროს დასტას, მანამდე თქვენ ინტუიციურად აირჩიეთ თქვენი ვარიანტი, პირველი, მეორე ან მესამე ვარიანტი, ან თუ გნებავთ და თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, შეგიძლიათ მოისმინოთ მთლიანი პროგნოზი სამივე ვარიანტისა და უკვე ამ ვარიანტებიდან ამოკრიბოთ ის მინიშნებები, ის ძირითადი მესიჯები, ის ძირითადი ასე ვთქვათ ინფორმაცია, რომელიც მოვა თქვენთან უფრო ახლოს, რომელიც უფრო გენიშნებათ და რომელიც უფრო მიესადაგება თქვენს მიმდინარე თემებს, თქვენს მიმდინარე სიტუაციებს, ხო? სანამ უშუალოდ გადავიდოდე ვარიანტების გაშლაზე, აქვე ვიტყვი, რომ ჩემთან პირადი კონსულტაციები ტარდება ონლაინ, Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. კონსულტაციის ხანგრძლივობა არის 1 საათი. თემა კი ნებისმიერი საჭიროებო საკითხი, ნებისმიერი პრობლემატური თემა, რომელიც გაქვთ მიმდინარე ცხოვრების ეტაპზე და გაინტერესებთ, რომ მიიღოთ ინფორმაციული მხარდაჭერა თქვენს თემებთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით უკვე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. და მოდით ვნახოთ, გავააქტიუროთ ტაროს დასტა ცეცხლის სტიქით და ვნახოთ მიმდინარე კვირა. კვირის პროგნოზი პირველი ვარიანტი. უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი მეორე ვარიანტი და უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი მესამე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენი ვარიანტი, მე კი უკვე გადავალ ვარიანტების გაშლაზე. პირველი ვარიანტი. ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ტაროს მთავარი მესიჯი უახლოესი ერთი კვირის ენერგიებთან დაკავშირებით იქნება თქვენი ემოციური განწყობა. შესაძლებელია იყოს ეს განწყობა ცოტა დაბალ ვიბრაციული, დაწეული, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უმიზეზოდ არაფერი ხდება ცხოვრებაში. შესაძლებელია რაღაც კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში გარკვეული იმედგაცრუების მდგომარეობა გქონდეთ, ან მეტს ელოდებოდით და რაღაცა უფრო ნაკლები შემოგთავაზეს, ან ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორი მოლოდინებიც გქონდათ, როგორი ხედვებიც გქონდათ და შესაბამისად ცოტა დეპრესიული, ცოტა მელანქოლიური, ცოტა დაწეული ენერგეტიკა, დაწეული ემოციური ფონი, მაგრამ აქ მთავარი მახე, ასე ვთქვათ, თქვენი სიტუაციისა მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია სიტუაცია, ის თქვენი მიმდინარე სიტუაცია და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე პროცესები არც ისე მუქ ფერებში იხატებოდეს რეალურად, ვიდრე შესაძლებელია თქვენი ემოციური განწყობა და თქვენი გონება გიხატავდეთ ამ ყველაფერს, შესაბამისად ამ მიმდინარე პროცესებში შესაძლებელია გამოგიჩნდეთ რაღაცა კონკრეტული შანსი, კონკრეტული მიმართულება, რომელსაც პირიქით უნდა მოეჭიდოთ, შეამჩნიოთ, დაინახოთ ეს შანსი, ასე ვთქვათ, და ეს საჩუქარი ან სამყაროსგან გამოგზავნილი, ან კონკრეტული ადამიანისგან გაჟღერებული და არ უნდა ჩაიციკლოთ იმ მინუსებზე, იმ რაღაცა კონკრეტულ თემებზე, რომლებიც არ გამოვიდა, ან ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გესახებოდათ თქვენს გონებაში, ან სადაც ერთგვარი იმედგაცრუება განიცადეთ, ხო? შესაბამისად, ამ მდგომარეობაშიც, ამ ერთგვარად
დაწეულ განწყობაშიც თქვენ უნდა დაინახოთ ის რაღაცა კონკრეტული შანსი, ის გამონათება, ის ნიშანი სამყაროსეული, ან კონკრეტული ადამიანისგან გაჟღერებული, ან კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც გამოგიყვანთ აი ამ ჩაკეტილი წრიდან, გამოგიყვანთ აი ამ დეპრესიული მდგომარეობიდან და მოგცემთ ახალ მუხტს, მოგცემთ ახალ გეზს ცხოვრებაში და მოგცემთ ახალ მიმართულებას. შესაბამისად, თუ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გარკვეულ თემებთან მიმართებაში, რომელიც გაწუხებთ, რომლითაც ხართ დაინტერესებული და რომელიც მოდის თქვენს სულთან და გულთან ახლოს და შედის თქვენს ინტერესებში, ყველაფერს ერთბაშად, ნუ გადაусმევთ ხაზს, ნუ ჩაიქნევთ ხელს, ვინაიდან ამ ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი, უბრალოდ საჭიროა ამ გამოსავალის დანახვა, ამ მინიშნებების, სამყაროსეული ნიშნების წაკითხვა და ადამიანებისგან ან კონკრეტული მოცემულობებიდან, ცხოვრებისეული სიტუაციებიდან ერთგვარი მინიშნებების დანახვა, ხომ? თუ თქვენ ამას შეძლებთ და აბსოლუტურად არ მოექცევით აი ამ ერთგვარ მოჯადოებულ წრეში და არ ჩაიქნევთ ხელს, შესაძლებელია ყველაფერი უფრო უკეთ წარიმართოს, ყველაფერი უკეთესად გამოვიდეს, ვიდრე ეხლა ამ გადმოსახედიდან, აი ამ ერთი კვირის ინტერვალიდან შეიძლება დაინახოთ ეს ყველაფერი, ასე რომ ღირს ბრძოლის გაგრძელება, ღირს კვლავ თქვენი მიზნებისკენ სწრაფვა და მიზნისკენ სწრაფვა, უბრალოდ საჭიროა რაღაცა სხვა მიმართულებითაც გახედვა, არა იმ კონკრეტულ ვიწრო პრიზმაში, რომელსაც გთავაზობთ თქვენი გონება და შესაბამისად ყველაფერი იქნება იმაზე უკეთ, ვიდრე დღევანდელი გადმოსახედიდან, ან თუნდაც ამ ერთი კვირის გადმოსახედიდან დაინახავთ, ხომ? ხედავთ ახლა აწყოში, ან დაინახავთ ამ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. აი ესეთი გახლდათ პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი კვირის პროგნოზთან დაკავშირებით. მეორე ვარიანტში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ისეთ ინტროსპექციულ კვირას, უფრო ეს იქნება საკუთარ თავში ჩაღრმავების, საკუთარი თავის ძიების, რაღაცა სულიერი გამოღვიძების კვირასავით იქნება ეს ერთი კვირა, რაღაცეებზე უფრო ღრმად ჩაფიქრდებით, რაღაცეებს უფრო ღრმად ჩაუკვირდებით და ყველაფრის, ასე ვთქვათ, პასუხების პოვნას ყველაფერზე დაიწყებთ უფრო მეტად საკუთარ თავში, ვიდრე გარემომცველ რეალობაში, ხო? ეს არის უფრო რაღაცა სულიერი გამოღვიძების, საკუთარ თავში ჩაღრმავების, თვით დაკვირვების, მედიტაციური მდგომარეობის კვირა, როდესაც ადამიანი უფრო მეტად იწყებს მოგზაურობას საკუთარ თავში, საკუთარ სულიერ სიღრმეებში და იქ შესაძლებელია ბევრი ისეთი რამ დაინახოთ და აღმოაჩინოთ, რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ, რასაც აქამდე არ დაკვირვები ხართ და თავად თქვენვე დარჩეთ გაოცებული თქვენი საკუთარი სიღრმით, თქვენი სიძლიერით, თქვენი შინაგანი სიბრძნით, იმ შინაგანი ხედვის მდგომარეობით, რაც არ გქონიათ აქამდე. შესაბამისად, პასუხებით შესაძლებელია მოვიდეს უფრო შიგნიდან, საკუთარი უმაღლესი მედან, საკუთარი სულიერებიდან და თავად გასცეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში იმ შეკითხვებზე პასუხი საკუთარ თავს, რასაც აქამდე შესაძლებელია ეძებდით გარეთ, ეძებდით სოციუმში, ეძებდით სხვა ადამიანებისგან, ელოდით რომ მიიღებდით ამ პასუხებს ან ოჯახის წევრებისგან, ან სამსახურში სხვა ადამიანებისგან, უფრო გარემომცველი რეალობისგან. ეს იქნება მოგზაურობის ერთი კვირა, ასე ვთქვათ, ასე დავარქვათ ამ ერთ კვირას, მოგზაურობის ერთი კვირა საკუთარ თავში, საკუთარ სულიერ სიღრმეებში, განმარტოებულ მდგომარეობაში, ვიდრე ვთქვათ ურთიერთობა გარემომცველ რეალობასთან და სხვა ადამიანებთან. ეს უფრო ინტროვერტული კვირაა, როდესაც ადამიანი ცდილობს გაერიდოს სხვა ადამიანებს, განმარტოვდეს, მედიტაციურ მდგომარეობაში შევიდეს, ჩაუღრმავდეს საკუთარ სულს, საკუთარ შინაგან მდგომარეობას და იქ ეძებოს პასუხები და ვფიქრობ, რომ თქვენ ამ შეკითხვებზე, რაც გაქვთ საკუთარ თავთან, ან საკუთარ ცხოვრებასთან, აუცილებლად მიიღებთ ასეთ პასუხებს. ეს პასუხები შეიძლება მოვიდეს გარკვეული მინიშნებების სახით, გარკვეული შინაგანი ინტუიციით, გასცეთ ამ შეკითხვებზე პასუხები, საკუთარმა თავმა გაგცეთ
პასუხები, აი ესეთი რაღაც მინდა გითხრათ ხომ, შეიძლება სიზმრებშიც კი მოვიდეს ეს ინფორმაცია, მაგრამ რაც მთავარია, აქ თქვენი ძლავრი იარაღი ამ კონკრეტულ საქმეში და ამ კონკრეტულ პროცესში არის თქვენივე თავი, თქვენივე შინაგანი სიბრძნე, შინაგანი ხედვის უნარი და არა ვთქვათ, თუნდაც სხვა ადამიანები, ან ოჯახი, ან სამსახური, ან გარემომცველი რეალობა, ხო? აი ასეთი ერთი კვირა გექნებათ თქვენ, ვინც ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტი და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში უფრო ისეთი ცეცხლოვანი და ენერგიული ენერგიები ამოდის, ეს არის უფრო რაღაცა ესეთი ხიარულება, უფრო გარეთ გამოტყორცნილი ენერგია, ურთიერთობის ენერგია, ხიარულების ენერგია, დროის გატარების ენერგია ამ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის ეს იყოს რაღაცა ოჯახური შეკრება, ან სადმე ქალაქგარეთ გასვლა, რაღაცის აღნიშვნა, დღესასწაული, ხომ, ხიარულება, ბედნიერება, ესეთი ცეცხლოვანი ენერგიები, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან არიან აბსოლუტურად გახსნილები, გულწრფელები, ძალიან კარგი დადებითი ატმოსფერო, ისეთ სოციუმში მოხვედრა, ისეთ ადამიანებთან ყოფნა, როდესაც თქვენც გიხარიათ, მათაც უხარიათ და აი ეს ბედნიერების ენერგიები, ეს პოზიტივი არ რჩება მხოლოდ ერთ ადამიანში, არამედ ხდება აი ამ ენერგიების ურთიერთგასვლა. ეს არის აქტიური კომუნიკაციის არკანი, შესაბამისად თქვენ ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება ძალიან პოზიტიური, ნათელი, ასე ვთქვათ, დინამიური კვირა, როდესაც თქვენც ძალიან კარგად გრძნობთ თავს და თქვენი გარემომცველი ადამიანების თუ ხართ პირად პარტნიორულ ურთიერთობაში, შესაძლებელია ეს იყოს თქვენს პარტნიორთან ერთად, სადმე მოხვედრა ესეთ ხალხმრავალ სიტუაციაში, სადაც ადამიანები ზეიმობენ, დღესასწაულობენ, რაღაცას ერთად აღნიშნავენ, რაღაცა ან გამარჯვებას, ან რაღაცა კონკრეტული ადამიანის, ვთქვათ, იყოს ეს დღეობა, ვთქვათ, დაბადების დღე, ან რაღაცა საქორწინო სუფრაზე მოხვედრა, ხო, ვიღაცა დაოჯახდეს, ან შესაძლებელია, ანუ იშვიათ შემთხვევაში, არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ ვისაც ეს ეტაპი გაქვთ ცხოვრების, შესაძლებელია თავად თქვენ შემოგთავაზონ ესეთი ხელი, ასე ვთქვათ, და მოკლედ აი მოხდეს ამ ყველაფრის აღნიშვნა. ყველა მხრივ იქნება დადებითი, დინამიური, მოძრავი, ცოცხალი, ადამიანური ურთიერთობებით, ოღონდ პოზიტიური ურთიერთობებით დატვირთული კვირა, ასე რომ მშვენიერი ვარიანტი ამოვიდა მესამე ვარიანტში, თუ პირველ ორ ვარიანტში უფრო რაღაცა საკუთარ თავში ჩაღრმავების, ინტროსპექციის, განმარტოების ენერგიები ამოდის, მესამე ვარიანტში აბსოლუტურად განსხვავებულ მოცემულობას ვხედავთ, აქ უფრო არის ხალხმრავლობა, დინამიური ურთიერთობა, სიცოცხლით სავსე ურთიერთობა, ცეცხლოვანი ენერგიები, სიყვარული, რაღაცის აღნიშვნა, თუნდაც დღესასწაული, ვინმეს დაბადების დღე, ან ვთქვათ, საქორწინო სუფრაზე მოხვედრა, როგორც აღნიშნე, რაღაცის აღნიშვნა დადებით კონტექსტში, რაღაცის წინსვლის, წარმატების, დაოჯახების, გაბედნიერების, ან ვთქვათ, დაბადების დღის აღნიშვნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ის პოზიტიური, რაც ზოგადად ადამიანის ცხოვრებას ახალისებს, ამრავალფეროვნებს და სადღესასწაულო იერს აძლევს. აი ესეთი პროგნოზები გვიჩვენა ტარომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა რეზონირდა, რა გენიშნათ. ჩემთვის რა თქმა უნდა საინტერესოა თქვენი ხედვები, თქვენი შთაბეჭდილებები და თქვენგან, ასე ვთქვათ, გამოხატული უკავშირი მატერიაში, კონკრეტული კომენტარების სახით, კონკრეტული აზრებისა თუ შეხედულებების დაფიქსირების სახით, ხო? დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე.